მადლობისა. დღეიდან ყოველ ორშაბათს იმედზე პოლიტიკის დროა. Hudon Hesi, პოლიტიკური სპეკულაცია თუ ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია, რა ბედიელის ხაიშის მოსახლეობას და გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა ადგილობრივების ინტერესებს. სახელმწიფოს სტრატეგია არის, რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდეს ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია და უახლოეს მომავალში ქვეყანა გავხადოთ ენერგოდამოუკიდებელი და ხელისუფლების ენერგოპოლიტიკა პოლიტიკის დროში. როგორ აფასებს კახა კალაძე დღევანდელ საარჩევნო გარემოს პრემიერის გადაწყვეტილებას თანამდებობიდან წასვლაზე. დღეს 21 საათსა და 50 წუთზე ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი პოლიტიკის დროში. რა პირობებში არიან დღეს პოლიტიკური მოთამაშეები? დღევანდელი საარჩევნო გარემო გაცილებით ღიაა, ვიდრე წინა წელს იყო. PR კამპანიის თავისებურებები რას პირდებიან მოსახლეობას თავად კანდიდატები? 27-ში კოჰაბიტაცია უნდა დამთავრდეს. მათ არასოდეს აღარ დაემუქრებათ საზღვრებიდან საფრთხე. პირველი შევამციროთ გადასახადები, მეორე უარი ვთქვათ ახალ რეგულაციებზე. ახლა რეიტინგში ნამდვილად ვერ უნდა მიჯობია. წესრიგი ოჯახსა და სახელმწიფოში ეს არის მთავარი მიზანი. ჯობია საქართველოს მოქალაქეების ხელში იყოს ჩვენი მიწა-წყალი, ვიდრე უცხოელების ხელში. შალვა რამიშვილი, შოთა უტიაშვილი, ბაკურ ბაკურაძე, ნიკა ლალიაშვილი პოლიტიკის დროში. 54 განაცხადი პრეზიდენტობაზე და თამაშგარეთ დარჩენილი კანდიდატები. რასელი საზოგადოება მომავალი პრეზიდენტისგან. როგორ იქნება რეალობა 27 ოქტომბრის შემდეგ, ახალი პრეზიდენტით და ახალი პრემიერით. არა პოლიტიკოსები პოლიტიკის შესახებ პოლიტიკის დროში. მასე იმედზე პოლიტიკის დროა. დღეს ჩვენი პირველი გადაცემა და პირველი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარია კახი კალაძე. საღამოშიდობისა ბატონ კახი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემოყურებელს და მინდა წარმატება გისურვოთ. დღეს პირველად გადიხართ ეთერში. ახალი სტუდია გაქვთ, გილოცავთ ამას ყველაფერს და მინდა წარმატებები გისურვოთ და რაც თავარია, იყოთ ობიექტურობი. ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ ახალი ხელისუფლების მოსვლით ძალიან ბევრი რამე იცვლება ქვეყანაში და ამ მიმართულებითაც წინსვლა იქნება. დიდი მადლობა, იმედი მაქვს კარგი ფეხი გაქვთ და წარმატება გვექნება და დაგვებედება ეთერში. მოდით დავიწყოთ საუბარი. დღეს თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გქონდათ აჭარაში. შუახევ ჰესის კასკადის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა ამ ღონისძიებაზე, რითაც ხაზი გაუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას. ინვესტორების განცხადებებიც მოვისმინეთ, როგორც ამ დარგის ხელმძღვანელს ამ შემთხვევაში ისე მინდა დაგისვათ პირველი კითხვები. კითხვები მრავლად არსებობს და მოდით დავიწყოთ საუბარი ამაზე. პირველ რიგში, რა სარგებლობას მოუტანს ეს პროექტი სახელმწიფოს? მეორე, როგორ იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და მესამე და მე მგონი ერთ-ერთი მთავარი საკითხი, გაითვალისწინეთ თუ არა ხელისუფლებამ და კონკრეტულად თქვენმა უწყებამ ეკოლოგიური საფრთხეები ამ კასკადის მშენებლობის დროს? ძალიან ბევრია, მაგრამ შეგვიძლია რიგრიგობით მივყვეთ. დიახ, მოგახსენებთ, პროექტს რაც შეეხება, მართლაც ერთ-ერთი უნიშნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება ჩვენს ქვეყანაში, აჭარის ულამაზეს კუთხეში, მაღალმთიან აჭარაში. პროექტის სიდიდით ჩვენ ვიღოთ ყველაზე დიდი გვაქვს ენგურხესი და ეს თავისი სიმძლავრეებით იქნება მეორე პროექტი ქვეყანაში. ინვესტიციებს რაც შეეხება, პროექტის საერთო ღირებულება 550-დან 600 მილიონამდე დაჯდება ამერიკული დოლარის მოხდელობაში. პირველი ნაწილი, რომელიც დაახლოებით 200 მეგავატის სიმძლავრის იქნება, ორი კასკადი გაკეთდება, დასრულდება 2016 წელს. ჩვენ უკვე მივიღებთ ელექტროენერგიას ამ ჰიდროელექტროსადგურიდან. დანარჩენი, რაც არის დანარჩენი 200 მეგავატი 2016 წლიდან დაიწყება და 4 წლის განმავლობაში დასრულებული იქნება. თვითონ ინვესტიციის მოცულობა არის ძალიან დიდი და ქვეყნისთვის ეკონომიკის განვითარებისთვის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სარგებელს თუ რას მიიღებს ქვეყანა, პირველი მოგახსენეთ, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 550-600 მილიონი შემოდის ქვეყანაში. მეორე ის, რომ ადამიანების დასაქმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მტკივნეული თემაა დღეს ქვეყანაში დასაქმების მიმართულება. ამის ვალდებულებას იღებს. რა თქმა უნდა, დღეს არ ვიცი თქვენ გქონდათ საშუალება თუ არა იყო მოსული ადგილობრივი მოსახლეობის რამოდენიმე პიროვნება, რომლებიც ითხოვდნენ
დასაქმებას ჩვენ მათ მივეცით პირობა, რომ ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, აუცილებლად მოვითხოვთ ამას უცხოელი ინვესტორებისაგან, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მოსახლეობა იყოს დასაქმებული, ჩვენთვისაც პრინციპულად პრემიერის განითხოვდნენ ამას, სწორედ ამიტომაც იყო მოსული ამ შეხვედრაზე, რომ პრემიერისგან უნდათ მიიღოთ. ჩვენ ისედაც ვაპირებდით ამ ყველაფერს, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვისაც, მთავრობისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. შეიძლება ისინი არ იყვნენ დასაქმებული ისეთ მნიშვნელოვან ადგილებზე, როგორიც არის ინჟინერი, ვთქვათ, საპროექტო სამუშაოები, იმიტომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ამ პასუხისმგებლობას ყველაფერს იღებს უცხოელი ინვესტორები. მე მინდა ასევე აღვნიშნო ამ პროექტის მნიშვნელობა იმითაც, რომ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში Clean Energy, Tata Group-თან ერთად და AFC-სთან ერთად, რომლებმაც იმის გარდა რომ აშენებენ ჰიდროელექტროსადგურს, მათ გახსნეს სკოლა, გადამზადების, სადაც 500-მდე მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოემზადოს და გამოვიდნენ წარმატებული ინჟინრები, სპეციალისტები, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ექნებათ საშუალება დასაქმენ, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იქნება ქვეყანაში და არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც შესაძლებელი ექნება, საშუალება ექნებათ გავიდნენ და იმუშაონ. კი ბატონო, მაგრამ ყველაფერში არსებობს რაღაც მაგრამ, ხო ესეა? მინუსები, რაც შეიძლება გქონდეს ამ პროექტს. ძალიან ბევრი სკეპტიკოსის მოსაზრება აქვს მენია იმასთან დაკავშირებით, რომ გახშირებულად, ესე ვთქვათ, ხშირი ტემპებით და მოხშირებული ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვნწილად აზარალებს პირველ რიგში ბუნებას და გარემოს. ეკოლოგიური საფრთხეები რამდენად არის გათვალისწინებული? გაქვთ თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს, ესე ვთქვათ, დასტური, სწორედ ამ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომ ეს არ შეუქმნის იქ ადგილობრივ გარემოს გარკვეულ ზიანსა და საფრთხეს. ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, როდესაც იწყება, როდესაც უკვე ნებართვის გაცემა ხდება მშენებლობასთან დაკავშირებით, იქ რა თქმა უნდა ყველა ინსტანცია გავლილია გარემოს დაცვის მიმართულებით, სხვადასხვა სპეციალისტების მიმართულებით, გაკეთებულია შეფასებები, ამას რა თქმა უნდა დრო ჭირდება და ეს ყველაფერი გაკეთებული იყო თვეების უკან, ასე რომ ვთქვათ, ყველა ინსტანცია რაც შესაძლებელი იყო და მოთხოვნა არის კანონმდებლობით, ყველაფერი გავლილია და ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეხლა არა არსებობს გარემოს დაცვის სამინისტროს ესე ვთქვათ ექსპერტული დასკვნა, რომ აქ საფრთხე არ იქნება. რა თქმა უნდა, არანაირ საფრთხეზე არ არის აქ საუბარი, ეხლა ბუნებაში ყველაფერი ხდება, ეხლა კატასტროფებს, რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველო და იყო დაზღვეული ამისგან წარმოუდგენელია, ხო? მაგრამ ტექნიკურად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ პროექტის განხორციელება, არც გარემოზე იმოქმედებს რაღაც გავლენას, რომ პრობლემები შეუქმნას ადგილობრივ მოსახლეობას და არც ბუნებისთვის იქნება. გასაგებია, ჩვენ ამ საკითხს კიდე შევახებით, ოღონდ სხვა ჰესთან დაკავშირებით, მოდით ახლა სტრატეგიას დაუბრუნდეთ, რომელიც თქვენ განაცხადეთ, რომ სახელმწიფოს აქვს და მიმართულებით აქვს გეზი აღებული, რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგური ქვეყანაში, რადგანაც ქვეყანა უნდა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ ქვეყანას აქვს რესურსი, რომ ელექტროენერგიის ექსპორტიც მოახდინოს. რა გაძლევთ ამის საფუძველს? ჩვენ დღეს გვაქვს გარკვეული პრობლემები ელექტროენერგიის კუთხით, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში გვაქვს ძალიან დიდი დეფიციტი და ჩვენ გვიწევს, ასე რომ ვთქვათ, ელექტროენერგიის შემოტანა, იმპორტის გაკეთება. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ამ შემთხვევაში მე ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციიდან, იმიტომ რეგიონში ყველაზე მისაღებ ფასს გვაძლევს ისინი, წლების განმავლობაშიც ეს ასე იყო, დღეს არ დაწყებულა. ჩვენ რომ თავიდან ავიცილოთ შემოტანილი ელექტროენერგია იმპორტი, იმიტომ რომ ერთი რომ ძალიან ძვირი იყოს, მეორე ის რომ ქვეყანას გააჩნია რესურსი, რაზეც მე ვსაუბრობდი და თქვენც ახსენეთ ახლა, რომ ეს ჩვენ გამოვიყენოთ და ჩვენ შევქმნათ ადგილობრივ ბაზარზე ის, რომ გქონდეს საკუთარი ელექტროენერგია, ამის რესურსები ქვეყანას გააჩნია ბუნებრივი და ჩვენ მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, რომ ქვეყანა იყოს ენერგოდამოუკიდებელი. ჩვენ პრობლემა რა გვაქვს დღეს? აი ელექტროენერგიის დეფიციტზე და ნაკლებობაზე რო ვსაუბრობ. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს უცხოურ ინვესტორებთან საუბარი, რომ ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელონ, თანხები მოიზიდონ და სხვათა შორის უნდა აუნიშნო ძალიან დიდი ინტერესია. მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემაც, ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, იყვნენ მოსული ადამიანები, ინვესტორები, უცხოური კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ გადაწყვეტილი საქართველოში აეშენებინათ ალუმინის ქარხანა, მაგალითად დიდი ინდუსტრიული ქარხნები მოქმედებაში, მაგრამ
გეუბნებით უარს, იმიტომ არა გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს ქარხნები მუშაობს ელექტროენერგიაზე და მივაწოდოთ საკმარისი ელექტროენერგია. ეს რა თქმა უნდა ქვეყნისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ ის რესურსები, რადგან მე ვსაუბრობდი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იყოს ეს ყველაფერი გამოყენებული. კიდევ ერთხელ, რაც გვექნება ზედმეტი, ჩვენ შეგვეძლება ეს ელექტროენერგია გავიტანოთ. ანუ ესე მიდის საქმე, რომ საკუთარსაც გამოვიმუშავებთ და მე ზედმეტის მოხდება და ქვეყანას გააჩნია. გასაგებია. მე სამი საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი და პრობლემატურია, ოღონდ ეს დღევანდელი გადასახედიდან არა. 10 წელებია ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, საუბარია ხუდონ ჰესზე, ჯერ კიდევ ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობიდან მოყოლებული ეს საკითხი ღიად და მე ვიცი რომ ხვალ თქვენ გაქვთ ხვალ იგეგმება შეხვედრა ხაიში მოსახლეობასთან დიახ, ისინი საკმაოდ პრინციპულები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ საკითხის ისე მოგვარებას, რომ მოსახლეობის ინტერესიც არ დაზარალდეს და თქვენ სტრატეგიული გეგმა, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობას ითვალისწინებს? მოგახსენებთ ზოგად სიტუაციას ხუდონთან დაკავშირებით და ჩვენი მთავრობის პოზიციას ამასთან დაკავშირებით ბატონმა პრემიერ-მინისტრმა დღეს ძალიან კარგი განმარტებები გააკეთა თუ როგორი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია ხუდონი. კი, მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ სოფლის დატბორვაზეა ზოგადად საუბარი, აქ უფრო მძიმე არის სიტუაცია. მოგახსენებთ, ზუსტად მან მივდიოდი, ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროექტის განხორციელებაში არის ზუსტად ადგილობრივი მოსახლეობა. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ადგილობრივი მოსახლეობა არის შიშით შეპყრობილი, შეშინებული, რომ ამ ადამიანებს მოატყუებენ, არ დაელაპარაკებიან, არ ექნებათ ისეთი ანაზღაურება, რაც რეალობას შეესაბამება, ხელებს ამოუგრიხავენ, ხელკეტებით გაყრიან. მე ასეთ შთაბეჭდილება. მე მინდა ყველას უთხრა, ადგილობრივ მოსახლეობასაც უთხრა, ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მთავრობა, მაქსიმალურად თითეული მოსახლის, მოქალაქის გავითვალისწინებთ მათ პოზიციებს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უმკვნეულად განხორციელდეს. ჩვენ, როდესაც მემორანდუმი გაფორმდა, ჩასწორებები მოხდა უпроსწორად ინდურ კომპანიასთან, იქ კონკრეტულად შევიტანეთ ცვლილება, რომ გადასახლების პროცესი უნდა მოხდეს მსოფლიო ბანკის რეგულაციებით. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ თითეული იქ მცხოვრები ადამიანის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ანუ წლების განმავლობაში უნდობლობის მომენტი იყო, რაც ხელს უჭერდა. მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან არანაირი ასე რომ ვთქვა დამოკიდებულება იყო ძალიან რთული, სოდის და კუდის მეშვეობით ესაუბრებოდნენ ამ ადამიანებს, რა ჩვენ შემთხვევაში. მე მაინც ერთ კითხვას დაგისვამთ ამას ამ ჰესთან დაკავშირებით და მოვჭეთ ამ თემაზე საუბარს, გადავინაცვლოთ სხვა საკითხებზეც. თუ კი მაინც არჩევანის გაკეთება მოგიწიათ ამ შემთხვევაში რა ხდება? ჩვენ საუბრობდით მოსახლეობის ინტერესი და პოზიცია, პრინციპულობა და მეორე მხრივ სტრატეგია, რომელიც აქვს აღებული სახელმწიფოს. მაინც როგორ არ მგონია მოგვიწია შენ არჩევანის გაკეთება, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. ჯერ ერთი რომ ქვეყანა ხდება ენერგოდამოუკიდებელი ამ პროექტის განხორციელებით, სრულად ენერგოდამოუკიდებლები ხდებით. კომპანიას ვალდებულება აქვს 4 თვის განმავლობაში კონკრეტული, მითითებული ფასით მიყიდოს 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგია ქვეყანას. ასევე მე მინდა ეს კონტრაქტში დევს. იმიტომ რომ სკეპტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ სახელმწიფო ამ მემორანდუმებისგან სარგებლას არ იღებს, ეს არა, სწორი ინფორმაცია, სხვათა შორის ამით სარგებლობს ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასე რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. ცდილობენ ყოველ შემთხვევაში მიაწოდონ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ კონკრეტულად გვიწერია ფასი, თუ რა ფასი თუ არ მოვწდები ახლა ზუსტად მოსოს 4.95 ცენტი 10 წლის განმავლობაში. იმ დროს, როდესაც ტენდენცია არის ელექტროენერგიის ფასის ზრდის, ასევე რეგიონში, გინდ აზერბაიჯანში ავიღოთ, გინდ რუსეთში ავიღოთ, ყოველწლიურად 10%-ით იზრდება ელექტროენერგიაზე ფასი. ეს კონკრეტულად მითითებული გვაქვს, ჩვენ ამ ფასში 10 წლის განმავლობაში მივიღებთ ელექტროენერგიას, რაც გვჭირდება. რაც არ გვჭირდება, შეუძლია კომპანიის წარმომადგენლებს გაუმუშავებელი ელექტროენერგია გაიტანონ, ასევე შემოსავლების კუთხით 45 მილიონი შემოვა ბიუჯეტს, აქედან 20 მილიონი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, მე სვანეს გულისხმობ. წარმოგიდგენთ, ამ თანხებით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რამის გაკეთება შეიძლება ადგილზე. ისე რომ მოსახლეობის ინტერესებიც იქნება
ყოველწლიურად გათვალისწინებული, ასევე 50 მილიონით შეღავაც გავაკეთებთ ბიუჯეტის, აი ელექტროენერგიას, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, ამ პროექტის განხორციელებით ასევე ენგურქეს მეტი ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალება მიეცემა, იმიტომ რომ დარეგულირებული წყალი მიეწოდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის და მე დარწმუნებული ვარ, სვანები ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდებიან და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი იქნება გაკეთებული ისე რომ მათი თითეული ადამიანის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ამას ხვალ ნახავთ როგორ ჩაივლის შეხვედრა, როგორ გადადის. დასაწყისია, ხო, ეხა იწყება განხილვები, რა თქმა უნდა, იქნება ადამიანები, ვინც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამას, მაგრამ მერწმუნეთ არის ადამიანები, ვისაც უნდა ნორმალური ცხოვრება, ნორმალურ ადგილზე იცხოვრონ, ნორმალურ პირობებში გაზარდონ შვილები. გასაგებია. კიდევ ერთი საკითხი, დღეს პრემიერმა ახსენა პატრიარქიც, რომელსაც თხოვნით მიმართეს 2 ჰესთან დაკავშირებით, ერთზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და მეორე არის ღვთისხეობის ჰესი. მოვიძიე გარკვეული ინფორმაცია და ექსპერტები, გარემოსდამცველები ამ საკითხთან დაკავშირებით ესეთ განარტებას აკეთებენ, რომ იქ არის პრობლემა შემდეგი, ანუ მდინარის პროცენტული წილი უფრო მეტი იქნება ჩაშვებული მილებში, ვიდრე დარჩება კალაპოტში, რაც შეუქმნის სერიოზულ პრობლემას ლანდშაფტს ადგილობრივს. ეს არასწორი ინფორმაცია ეს ყველაფერი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელიც რადიკალურად არიან გაწყობილი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველასთან. ისინი ბუნებას, ესე რომ გარემოსდამცველები არიან. მესმის, მაგრამ უნდა იყოს არგუმენტირებული, რასაც საუბრობ, ეხლა ჩვენს ვამბობთ იმას და ჩვენს ექსპერტები დასმით საუბრობთ მე ამ ყველაფერს, მე არ მინდა რაღაც ლობისტად გამოვიდე ხა ჰიდროელექტროსადგურებს ვინც აშენებს იმათი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე საუბრობ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე თუ რა მდგომარეობა ღვთისხესთან დაკავშირებით, რომელიც არის 6 მეგავატის სიმძლავრის, არ არის დიდი ჰიდროელექტროსადგური, იყო გარკვეული შენიშვნები, როდესაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია შევიდა გარემოსდაცვის სამინისტროში და მათ მიიღეს უარი მშენებლობასთან დაკავშირებით. კომპანიის ხელმძღვანელობამ დაიწყეს ისევ მუშაობა ახალ დოკუმენტზე და უახლოეს მომავალში უკვე დაიწყო განხილვების სხვათა შორის ყაზბეგში, რამოდენიმე დღის წინ იყო პირველი შეხვედრა და უახლოეს მომავალში შევა დოკუმენტაცია გარემოსდაცვის სამინისტრო. გარემოსდაცვის სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად ასე ვთქვათ, მიზანშეწონილად და რამდენად რეალურად არის გათვალისწინებული შენიშვნები, რომელიც გარემოსდაცვის სამინისტროს ჰქონდა. გასაგებია, ისევ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც ესე ვთქვათ, რჩევის სახით გაწვდიან, რომ ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით ცოტა სხვა კუთხით შეხედოთ ამ სიტუაციას, ალტერნატიული გზები გამოიყენოს, იგივე ქარის წისქვილებზე, ბზის ენერგიაზე საუბარი, თუ გაქვთ ეს პოლიტიკა გათვალისწინებული ახლო პერსპექტივაში, რომ შეცვალოთ ამ კუთხით. მთლიანად ჩანაცვლება ჰიდრორესურსების წარმოუდგენელია ქარით და მზით. პირველი, იმიტომ რომ ძალიან ძვირიჯდება, ასე რომ ვთქვათ, ქარის სადგურების და მზის სადგურების გაკეთება, რაც მომავალში ტარიფებზე უნდა ისახოს და დღეს ისეთი სოციალური მდგომარეობა გვაქვს და ისეთი სოციალური პირობები აქვს ქვეყანაში, მოსახლეობას გაუჭირდება იმ ტარიფების გადახდა, მოგეხსენება ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, მოახერხეთ და რაც შეგვეძლო ის რესურსიც იყო შევამცირეთ ტარიფებთან. თქვენი ოპონენტები ამას ხშირად გახსენებენ და საყვედურობენ, ესე რომ ვთქვათ, ოპონენტები საზოგადოების ნაწილთან ერთად, რომ წინასაარჩევნო დაპირება მთლიანად არ იქნა შესრულებული, წინასაარჩევნო დაპირებას გულისხმობ ენერგო ტარიფებთან დაკავშირებით. აი დავამთავრებ ტარიფებთან, რაზეც საუბრობდი, ტარიფები შევამცირეთ, ამიტომ ქარის სადგურს რაც შეეხება, მაგალითად ჩვენ გვაქვს საპილოტო პროგრამა 20 მეგავატის სიმძლავრის ქარის სადგურს ვაშენებთ გორის რაიონთან ახლოს, რომლის პროექტის განხორციელებას ალბათ ივნისში დავიწყებთ და იქ გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა დამატებით 300 მეგავატის სიმძლავრის ქარის სადგურები დავამონტაჟოთ. ნუ ქარს აქვს დადებითი ის, რომ ბუნება ისე არ ზიანდება, როგორც მაგალითად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს, ხო? მაგრამ აქვს ასევე უარყოფითი ის, რომ მაგალითად ხმა ფრინველებს ხელს უშლის, იქვე წარმოავლების პრობლემებს უქმნის, ასევე ის, რომ ქარი მოგეხსენებათ არ უბერავთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა ერთ დღეს შეიძლება ძლიერად უბერავდეს, მეორე დღეს სუსტად. ამ ყველაფრის დასაბალანსებლად საჭირო არის ისევ ჰიდრორესურსები. კი ბატონო, გასაგებია, დღეს სხვათა შორის თქვენი ღონისძიება პრეზიდენტს არ დაუტოვებია უყურადღებოთ, მან ესეთი რამე განაცხადა, რომ დღეს პრემიერმა მესამეჯერ გახსნა, ჩემს მიერ ორჯერ გახსნილი
3 წლის წინ დაწყებული ჰესის მშენებლობა. აქ პრეზიდენტმა ორი განცხადება გააკეთა, ჯერ ერთი თქვა, რომ ორჯერ გახსნა ეს ობიექტი და შემდეგ თქვენ მესამედ არ იცოდით, რომ მესამედ ხსნიდით ამ ობიექტს? მე მგონი პრეზიდენტი რაღაც გაურკვევლობაშია საერთოდ, ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი კითხვები ჩდება ამ ადამიანის მიმართ. წლებია უკვე კითხვები არსებობს. საინტერესოა ამ ადამიანის განცხადება. ფაქტიურად მან აღიარა ის, რასაც ჩვენს ქვეყანაში წლების წინ მოსახლეობა წინა ხელისუფლებას სააკაშვილის რეჟიმს დაცინოდა, რომ ერთ და იგივე საწარმოებს, ერთ და იგივე არ ვიცი ობიექტებს სამჯერ, ოთხჯერ ხსნიდნენ იმისთვის, რომ რაღაც ვირტუალური საქართველოს შეექმნათ და ფაქტიურად მათ ეს თავის ჯიბის ტელევიზიების მეშვეობით ნაწილობრივ მოახერხეს. შექმნეს ვირტუალური საქართველო, სადაც ჩართავდი ტელევიზორს, გეგონა რომ ყველაფერი აშენებული იყო, ხალხი დასაქმებული, გაბედნიერებული, მაგრამ სინამდვილეში რა მდგომარეობა იყო, ყველა ძალიან კარგად მოგოსწონება. არ ვიცი, ხა ამ ადამიანს ალბათ ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, ძალიან რთულია. საინტერესოა, რომ თავისით აღიარებს იმას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა და არ გამოურიცხავს, შეიძლება ამ ადამიანმა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე აღიაროს ის, რომ ბორტულები დამატებით. ანუ მესამედ არ გაგიხსნიათ ეს ობიექტი, ამით გვაქვს არ დაწესებულა საერთოდ შენობობა, დღეს ჩაეყარა საფუძველი. კარგი, არ ვიცი, რას გულისხმობდა მაშინ პრეზიდენტი, ალბათ უფრო შემდეგ მომავალში დააზუსტებს. ისე საინტერესო თქვენი პასუხით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სულ ცოტა ხნის წინ თქვენთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. საუბარია იმაზე, რომ თქვენ გადაადგილდებოდით სამთავრობო თვითმფრინავით, არა სამუშაო შეხვედრაზე. მაინტერესებს, გამოიყენეთ თუ არა სახელმწიფო სახსრები? მოგასწრებით. თქვენ შეგვიძლია მაგალითად ნახოთ ეს ფოტოსურათი სოციალურ ქსელში რაც შეეხება სარგებლობას, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს არ მისარგებლია სახელმწიფოს თვითმფრინავით და არც ვერტალიოტით. მინდა ასევე გავაკეთო განცხადება და ვინც ცოტა ერკვევა ტექნიკაში, ვერტალიოტით ყაზახეთში გამგზავრება წარმოუდგენელია, ალბათ რამოდენიმე დღე მოუნდები, რომ ყაზახეთში ვერტალიოტით ჩაფრინდნენ. წარმოუდგენელი, არ არსებობს ეგეთი რაღაცა. თვითმფრინავის სარგებლობას რაც შეეხება, მე ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში, როდესაც ან ვერ ვამთხვევ იმ რეისს, რომელთაც უნდა გავფრინდო, ის შემთხვევაში სარგებლობ, მაგრამ არა სახელმწიფოს თვითმფრინავით და არა სახელმწიფო ხარჯებით. ზოგადად, როდესაც მე გადაადგილებას ვახორციელებ სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვეულებრივი თვითმფრინავითაც მე ყოველთვის ჩემი ხარჯებით ვახორციელებ ამას და არა სახელმწიფო ხარჯებით. კონკრეტულ შემთხვევასაც რაც შეეხება, არასწორი ინფორმაცია, მე დოკუმენტაცია წარვადგინე, ვამხილე სააკაშვილი და მისი ადმინისტრაცია სიცრუეში, რომ თვითმფრინავი, რომელიც ჩამოფრინდა ჩემს სასაყვანოდ ყაზახეთში, ბატონი ნაზარბაევის შვილიშვილის ქორწილში ვიყავი დაპატიშებული, ჩემი მეგობრის თვითმფრინავი იყო და ამ თვითმფრინავით გავფრინდი და ისევ ჩამოფრინდი. სრულიად განსხვავებული ყველა თვითმფრინავს აქვს ბორტის ნომერი, თავისი საბუთები, დოკუმენტაცია სრულიად განსხვავებული. ანუ ეს არ არის სამთავრობო თვითმფრინავი. რა თქმა უნდა, ეს იყო სიცრუე და ეს ბოლო ჩვენ თუ დავაკვირდებით ბოლო დღეებში, ბოლო თვეებში, ბოლო კვირეებში სააკაშვილის განცხადებებს. ძალიან კარგად ხვდება, რომ არის პოლიტიკური გვამი და ამ განცხადებებით უნდა რაღაც ყურადღება მიიპყროს მთავრობისგან. იმიტომ არავის არ აინტერესებს არც მთავრობას, არც ხალხს, არც მის ასე რომ ვთქვათ პოლიტიკურ ოპონენტებს, არავის არ აინტერესებს. ეს განსხვავება და ამ სიცრუეებით უნდა რომ ვიღაცა გამოეხმაუროს, რაღაცა თქვას, ეს ყველა ძალიან ნაცვლად ჩანს ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ თქვენც არჩევით ხოლმე ხანდახან ვალში პრეზიდენტს განცხადებებში, როდესაც ის აკეთებს გარკვეულ კომენტარებს, თქვენს პასუხით აი ცნობილი ცოტა ხნის წინ გააკეთეთ ესეთი საკმაოდ მკვეთრი განცხადება გალიებზე, ცხოველებზე და პრეზიდენტზე, როდესაც მან პრემიერ-მინისტრის ზებრა. საინტერესო იყო მისი განცხადება, როდესაც ზებრას დაამსგავსა თავისთავად, მე მგონი რა. ну ალბათ ისევ მდგომარეობაში იყო, როგორც მახათასთაზე გვახსოვს ჩვენ ეს ყველას თუ რა მდგომარეობაში იყო და არ ვიცი, ну მე არასერიოზულად აღვიქვავ ამ ადამიანის განცხადებებს და არასერიოზულადაც პასუხობ. მაგრამ უნდა თქვა ახლა ბოლო განცხადებები კიდე ისეთი მკვეთრი გააკეთა, მკვეთრი განცხადებები, რომ შრომდომობა პრემიერთან ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ ძალიან გააზიანებს ისეთ განცხადებებს აკეთებს, როგორი ბრალდებებიც არის ბატონკახი 500 ლარად შეიძლება მართვის მოწყობის გაკეთება, ასე ვთქვათ, ან საბაჟოზე კორუფციული ელემენტები, ამის შესახებაც მაქსიმალურად ცდილობს ეს ადამიანი ყველანაირად ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას, შეურაცხყოფა მიაყენოს
ქართულ ხალხს ჩვენ წლების განმავლობაში ამას ვისმენდით და ეს ადამიანი აგრძელებს ამ ყველაფრის გაკეთებას ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით ეს არ გამოდის, იმიტომ ყველამ ვიცით რაც წარმოადგენს ეს ადამიანი, რა კრიმინალური რეჟიმი შექმნა ამ ადამიანმა. მე ყველას ვარწმუნებ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა არ დავაბრუნოთ წარსულში. საქართველოს არასდროს დაბრუნდება ცოცხების სამყაროში. ამის გარანტიას და პირობას ვაძლევთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. მოდით წინა საარჩევნო გარემოზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ 2012 წელს ყველას ალბათ ძალიან კარგად ახსოვს კარალეთის ინციდენტი, თქვენ ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ინციდენტი იყო, რომლის ეპიცენტრშიც იმყოფებოდით. დღეს კიდევ ერთი წინა საარჩევნო პერიოდი გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც ვიცე-პრემიერსაც გითხავთ და როგორც მაგალითად გასულ წელს, როგორც საარჩევნო პერიოდში ჩართულ ადამიანსაც გითხავთ, მოქალაქესაც, იგრძნობა განსხვავება თქვენთვის, იმიტომ რომ არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც თქვენი ოპონენტები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ცოტა მოგვიანებით ვიტყვით ამის შესახებ. თქვენ რა განსხვავებას გრძნობთ? თქვენ გრძნობთ განსხვავებას? მე თქვენი პასუხი მაინტერესებს. მე გეტყვით, თქვენ თუ გრძნობთ მაინტერესებთ განსხვავებას. ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე თუ საუბრობ. თქვენ გეხებოდათ ეს ყველაფერი, ხო? ერთ ქვეყანაში ცხოვრობდით, ერთი გარემოება იყო შექმნილი, თქვენს პრობლემები ჰქონდათ და ასე რომ ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის ყველა ოპონენტს, პოლიტიკურ ოპონენტს ჰქონდა პრობლემა. არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტს, ზოგადად ვინც ქართული ოცნების მხარდაჭერი იყო, ხდებოდა ამ ადამიანების დაშანტაჟება, დაჭერა, გაუბედურება ოჯახების, სემატ, ყეპა, რავი, ქვების სროლა, ყველაფერზე გადასული იყო, ყველა რესურს იყენებდნენ, ყველა ბინძურ რესურსს იყენებდნენ იმისთვის, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინათ, მაგრამ ხალხმა რეალურად ნახა თუ რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს, როგორ ტერორში იყო ბიზნესი, რა მდგომარეობა იყო ციხეებში, ეს ყველაფერი ხო ყველამ იცოდა ასე თუ ისე. დღეს სულ სხვა რეალობაა, სულ სხვა მდგომარეობა, იგივე წინა საარჩევნოდაც თქვენ ხედავთ, როგორ წნარად ყველას ეძლევა იმის საშუალება შეხვდეს ამორჩეველს, პრობლემები არ იყოს. აი ნაციონალურ მოძრაობას ექნება პრობლემები, რამდენჯერმე იყო ესეთი შემთხვევა, მაგალითად სამეგრელოში, როდესაც გარკვეული ინციდენტი მოხდა, ბატონ კახის მიწუხანი. ნაციონალურ მოძრაობას პრობლემები ზოგადად გააჩნია ქვეყანაში, იმიტომ რომ ამ ადამიანების სახელი, ამ პოლიტიკური გუნდის სახელი არის დაკავშირებული კრიმინალთან, არის დაკავშირებული სიბინძურესთან. 9 წლის განმავლობაში 300,000 პატიმარი ყავდა ქვეყანას. გაუბედურებული ოჯახი არ დარჩენილა ქვეყანაში, რომელსაც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი არ შეხებოდა. ამიტომ ძალიან რთულია მე მიჭერს პასუხისგაცემა და შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, ვინც ღიად გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ აგრესიას. კი ბატონო, მოდით, იმიტომ ძალიან რთულია, როდესაც შვილს, მეუღლეს ხელკეთით გიუპატიურებენ ბოდიში ცოცხით და არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ჩვენ ვიცით რა ხდებოდა ყველამ ძალიან კარგად და ვიცით რა მდგომარეობა დღეს, მაგრამ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც შეიცვალა. ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გაგვაჩნია მთავრობას, ძალიან დიდი რესურსი გააჩნია ქვეყანას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება ძალიან მალე მოკლე დროში ეკონომიურად გაძლიერდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მე აღნიშნე, რომ ჩვენ ვართ წინა საარჩევნო პერიოდში დღეს თქვენ ასე ვთქვათ აქტიურად ხართ ჩაბმული მარგველაშვილის კამპანიაში, გააქვთ ამის კანონით უფლება, ასე აქტიურად იღებდეთ მონაწილეობას. კი, ჩვენ კანონის დარღვევას არ ვართ მიშეულები, წინა საარჩევნოდაც მე 1 ოქტომბრამდე გულისხმობ გასული წლის ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს კანონიერად ვახორციელებდით, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისაგან და ისევ ამ საარჩევნო კამპანიაში ყველაფერს ვითვალისწინებთ კანონმდებლობას, რომელიც არსებობს, იმიტომ კანონი არის ჩვენთვის ყველასთვის ერთი, კანონის ზემოთ ჩვენ თავს არასდროს არ დავაყენებთ და მაქსიმალურად ვცდილობ გვერდში დაუდგე გიორგის, მინდა გიორგიზე რამოდენიმე სიტყვა გითხრათ, რომელიც არის კოალიცია ქართული ოცნების უალტერნატივა და ერთადერთი ღირსეული კანდიდატი და მე დარწმუნებული ვარ, აი ეს ბრძოლა, რომელიც ქართველმა ხალხმა ჩვენ ერთად ყველამ დავიწყეთ, ასე რომ 1 ოქტომბერს დავასრულეთ. და თქვენ თუ გაგვთ მოლოდინი, რომ 1 ოქტომბრის წარმატება, ისე წარმატებით გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უფრო მეტი, ასე რომ ვთქვათ, არ აქვს უფლება ქართულ ოცნებას, რომ იგივე შედეგით მოიგოს არჩევნები, უფრო მეტი თუნდა მოიგოს. თქვენ ამის მოლოდინი თუ გაქვთ? დარწმუნებული ვარ, ნამდვილად მოვიგებთ, იმიტომ რომ შედარებაც არ შეიძლება იმ გარემოების, რომელიც 1 ოქტომბრამდე იყო და დღევანდელი არსებული სიტუაცია. თუ როგორ პირობებში უწევდა ხალხს, ასე რომ ვთქვათ,
იგივე შეხვედრებზე გამოსვლა ჩვენთან საერთოდესაც მიდიოდა წინასაარჩევნო აგიტაცია, ხალხს აშინებდნენ, შვილებს დაძდებდნენ სამსახურიდან ანთავისუფლებდნენ. დღეს სხვა რეალობაა, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ის შიში, რომელიც საზოგადოებაში უკვე აღარ არსებობს და ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს, არჩევანი გააკეთოს, მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. მე დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილი 27 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს და ამ გამარჯვებით ჩვენ დავასრულებთ თავსმოხეულ კოჰაბიტაციას, რომელიც ძალიან საინტერესოა, ამაზე უნდა გავაგრძელოთ გადაცემის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ძალიან რთული იყო მთავრობისთვის, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ მაინც ღირსეულად გავახდით. უნდა აღვნიშნავ რომ დავასრულეთ მე და თქვენ საუბარი ახლა ისე რომ ვთქვათ კიდევ ერთი სრუგანგაში არ ყოფილა ბომბის არსებობასთან დაკავშირებით. დღეს ტელეკომპანია იმედში ორჯერ მოგვიწია ესე რომ ვთქვათ მუშაობის შეწყვეტა და ევაკუაცია ტელეკომპანიიდან. ეს არ არის დღევანდელი შემთხვევა, მხოლოდ ტელეკომპანია რუსთავიორში გაისმა ანალოგიური სრუგანგაში, მანამდე აეროპორტში კიდევ გახსოვთ ხო ეს შემთხვევები პარლამენტში. ძალიან სუდია ეს ყველაფერი, ამის შემთხვევითი გონიათ ეს ყველაფერი. არ გონია შემთხვევითი, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიდის. ცდილობენ, არ ვიცი, საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნა ამაზე, ცდილობენ როგორც ბატონი მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდა და იძახდა თითქოს 500 ლარი ღირს მართვის მოწმობის აღება, მაქსიმალურად ცდილობს, რომ აი შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციას, არ მოწმოს ის რომ მაგრამ არასრულწლოვნები არიან ამ ზარების უკან ესე იკვეთება. იმიტომ რომ იციან რომ არ ისჯება ისე ხო, როგორც მაგრამ მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა და ეს იქნება რა თქმა უნდა დაჯადი, სხვანაირად გამორიცხულია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზაურობთ და იყავით ჩვენი გადაცემის. მადლობთ კიდევ ერთხელ. რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე წინასაარჩევნო გარემოზე ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად.